რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ნაბიჯი. არაპროფესიონალს კარგი გეგმით შეუძლია აჯობოს პროფესიონალს, რომელსაც გეგმა არ აქვს. მნიშვნელოვანია გქონდეს გეგმა. გრძელვადიანი გეგმა და ამ გრძელვადიანი გეგმისკენ რაღაც პატარ-პატარა ნაბიჯები თუნდაც იყოს პატარა გადადგა რაღაც პერმანენტულად და კონსისტენტურად და ისე რომ მაგ ამბის ერთგული იყო. ადრე ბავშვობაში წავიკითხე ერთი ესეთი გამონათქვამი, რომ არ გადადგა არც ერთი ნაბიჯი, მაგრამ თუ ერთ ნაბიჯს გადადგავ, კიდევ 1000 უნდა გადადგა. 1000 იგულისხმება ულიმიტო რაოდენობით, ანუ თუ რაღაცას გააკეთებ, უნდა იყო მზად თავიდანვე, რომ ეს რაღაცა აკეთო მთელი ცხოვრება. და ამ რაღაც მიზნისკენ პატარ-პატარა ნაბიჯებით ყოველდღე წახვიდე წინ. ამის კარგი მაგალითია კიდე მაგალითად კიბეზე როცა ადიხარ. მნიშვნელოვანია შემდეგ საფეხურზე ახვიდე წარმატებით და იქიდან შემდეგი ფიქრო კიდე შემდეგ საფეხურზე. ამ ყველაფერიდან გამომდინარე თითოეულ ნაბიჯს მიყავხარ იმ შენ ცხოვრებისეულ მიზნამდე, რაც თავიდანვე დაისახი და რაც გეგმა გაქვს მაგასთან მიმართებაში. ყველაზე მთავარი რაც არის, აუცილებელი არ არის რომ მთელ გეგმას და რაღაც ხედავდე პირნათლად, ასე ვთქვათ. მნიშვნელოვანია იცოდე შემდეგი ნაბიჯი. მთელ გეგმას რომ თავიდანვე ხედავდე, ეგ ძალიან ძნელია, თითქმის შეუძლებელია და პესიმიზმის განვითარების საშუალებას იძლევა დიდად. რაც არ გაწყობს. ამიტომ ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ შემდეგ ნაბიჯზე და შემდეგი ნაბიჯით ისევ შემდეგ ნაბიჯზე. ეს არის წარმატების გზა ჩემი აზრით. კიდევ კარგი მაგალითია, მაგალითად თუ ღამით მივიდივართ ერთი ქალაქიდან მეორეში მანქანის და მანქანის ფარები ანათებს მაგალითად მარტო 60 მეტრზე. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია წარმატებით იმოგზაუროთ. იმიტომ რომ ეს 60 მეტრი სულ გადაიწევს. ასევე თითოეულ ნაბიჯით ცხოვრებაში ნებისმიერ გეგმასთან მიმართებაში. იგივე მეთოდი მუშაობს მაგალითად ჩემს პროფესიაშიც. თავარია ვიცოდე შემდეგი ვიდეო რა არის და გავაკეთო შემდეგი ვიდეო. და არ არის აუცილებელი ვიცოდე მაგალითად და დაგეგმილი მქონდეს მომდევნო 100 ვიდეო ან წელს რას ვიღებ და ვდებ YouTube-ზე ან TikTok-ზე ან ნებისმიერ სოციალურ ქსელში. ფოკუსირებული ვარ ყოველთვის შემდეგ ვიდეოზე და რაღაცნაირად ისე მიმართლებს ყოველთვის რომ შემდეგ ვიდეოზე არასოდეს გავჭედი ვარ დაახლოებით 6-7 წელი რაც YouTube-ერი ვარ და მგონია რომ პრინციპი ყველა საქმეში ერთი და იგივე უნდა იყოს. რადგან ეს ცხოვრება იგივე არის მოწყობილი რომ პრინციპები ყველაფერში ერთმანეთს გავს. წარმატების მიღწევის და მენტალური განვითარების და ყველაფერი ეგეთის.